გამარჯობა, მე ვარ ნორდარ ლორდქიფანიძე 22 წლის და როგორც წინა სტენდაპზე ვთქვი, ამჟამად მუშაობ ერთ-ერთ სკოლაში ჭადრაკის მასწავლებლად. თვითონ ჭადრაკს რაც შეეხება დაახლოებით 11 წელი თამაშობდი და ყველაზე დიდი მიღწევა რაც მაქვს, ვარ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 14 წლამდე ბიჭებს შორის. თუმცა ეს ინფორმაცია არასდროს არანაირი პრივილეგიას არ მაძლევს ადამიანებთან ურთიერთობისას. აი მაგალითად, როცა გეუბნები, რომ მე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვარ, შენ კიდე აემსის კეფეხები და აემხელა ღაბაბი გაქვს. ხო შეგიძლია რა ოდნოკლასნიკზე მაინც მომწერო. ან კიდე როცა ცეკვით მოვდივარ კლუბში და გეუბნები, გამარჯობა, ლამაზო, იცი მე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვარ, ხო შეიძლება რა ყურადღება მაინც მომაქციო და ვიჯერო 5 ლარიანი Red Bull ვოდკა გირჩევნია? კაი, შენ დაუშვათ, რომ შეყვარებული ყავს, მაგრამ ის გეიც რო ზედ არ მიყურებს. თუმცა მომენტალურად ყველაფერი იცვლება, როდესაც ვამბობ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ვიეტნამში. ანუ მე ვიეტნამში ვარ ნაყოფი. აი ეგრევე იუმორის ტალღაც კი მაღლა იწევს. მაგალითად მეგობარს ვეუბნები, რომ ბიჭო, იცი მე ვიეტნამში ვარ ნაყოფი. ვა, რომელ ბატალიონში იბრძოდი? ანუ არ ეს ვა, ძაღლებს თოხლაობდი. მოკლედ როგორც მივხვდით, დღეს ვისაუბრებ სოფლიოში ჩემთვის ყველაზე მაგარ ქვეყანაზე, ვიეტნამზე და ჩემს ვიეტნამში მოგზაურობაზე. სანამ ვიეტნამში ჩავიდოდი, მანამდე ჩავფრინდით სინგაპურში. და ამ ისტორიაზე მახსენდება ის სულ ის ტიპია, ჩვენ რო ყავდა და საქართველოს სინგაპურიზაციას რო აპირებდა, ალბათ გახსოვთ. არა და სრული აბსურდი. სინგაპური ცით რანაირი ქვეყანაა? აი აეროპორტში დავიკარგე და A პუნქტიდან B პუნქტში გადასასვლელად გამოვიძახე ლიფტი. ლიფტის მაგორად მოვიდა მატარებელი. ეხლა წარმოიდგინეთ საქართველოს სინგაპურიზაცია მართლა რომ მომხდარიყო, ალბათ ოკრიბას ავტოსადგურში იდგებოდნენ ვიქტორია სეკრეტის მოდელები შეძახილებით. დასავლეთში ყვარავინ მოდიხართ. დასავლეთში ყვარავინ რაღაც ამდაგვარ. მოკლედ ჩავედით ვიეტნამში ქალაქ ვანგტაუში და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნაყოფი, არასდროს ქართველებს ისე კარგად არავინ არ დაგხვედრია, როგორც დაგხვდნენ იქ. თავიდან ამბობდნენ პულს არ აცხობენ, არა და ლამის ხინკლებით და აჭარული ხაჭაპურით დაგხვდნენ. ტიპებს შვაგული ევროპი დავეგონეთ და აღარ იცოდნენ პატივი რითი ეცათ. მე როლში ისე მაგრა შევედით, რომ 3-4 ჩინეთის აგრესიაზე აღვშფოთით საერთოდ. მოკლედ დავბინავდით სასტუმროში, ტურნირიც დაიწყო და სადღაც მე-3-4 დღეს მე და ჩემო მეგობარმა გადავწყვიტეთ ქალაქში გასეირნება. აი გულწრფელად რო გითხრათ, ეხლა თბილისში სეირნობის ძალიან მეშინია, იმიტომ რომ ქუჩაში ბევრი მაწანწალა ძაღლი დარბის. აი ვიეტნამში ეგ პრობლემა საერთოდ არ არსებობს, იმიტომ რომ ძაღლებს უფრო ეშინიათ იქ სეირნობის. მოკლედ გამოვედით მე და ჩემო მეგობარი გარეთ, გამოვიძახეთ ტაქსი და ყველაზე უცნაური მომენტი, ტაქსი კი არ მოვიდა, მოირბინა. ჩვეულებრივი ტიპი იყო, აი ურიკით ხელში და ოფში გახვიტკული მოვიდა რა. აი თვითონ ტაქსისტი ესეთი მაღალი და არავი და ვიეტნამესთან შედარებით ესეთი ჩავსყნელი ტიპი იყო. აი ჯიპი რა ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. მოკლედ ჩავჯექით ამ ჯიპში, წავედით, ვათვალიერებთ ქალაქს და შევამჩნიეთ, რომ ეს ჩვენი მძღოლი თავისნაირ ტაქსისტებს, ვინც კი ურღებს, აი ყველას ვიეტნამურად აგინებს დედას. მე ეტყობა ვიღაცა მიქიდან რავი გაუჭედა და ჩვენი ტაქსისტიდან გამოიწია საჩხუბრად. 14 წლის ვარ. ჯერ კიდე ბრუსლი და ჯეკი ჩანი არიან ჩემი ცხოვრების კუმირები და ამ დროს ორი ესეთი ტიპი აპირებს ჩხუბს ჩემ თვალწინ. ხო ხვდებით რა მოლოდინებში ვარ, მაგრამ მივიდა ეს ჩვენი ტაქსისტი ეგრევე დაატენა ცხვირში დააგდო და მოტრიალდა. თუმცა ყველაზე მაგარი მომენტი წამოხდა ჩემო მეგობარი და ინგლისურად ეუბნება, "Wow, you are Rambo man, you are Sylvester Stallone." ვიეტნამელს ეუბნება Rambo ხარო. რომელი Rambo ხალხო იცით აი და ვიეტნამელსო 900 ხელი რომ მოძრება, 900 სახე რო ორ ნაწილად აეკ ხარო. ეგ იგივე აი ქართველს რო გეუნებია რომ საო ზმაო იმენა ჯალალედინი ხარ, საო შაჰაბასი ხარ. ყოჩა გენაცვალე. დავბრუნდით, რა თქმა უნდა, სასტუმროში დავიწყეთ მეორე ტურისთვის მზადება და აი ყველაზე ჩვეულებრივი ტურნირი იყო ჩემ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებას მივაღწია. 11 ტურიდან მოვიგე 8, ერთი ფრე და ორჯერ წავაგე. გადამწყვეტი პარტია წავაგე ინდოელ მოჭადრაკესთან, რომელიც შემდეგ პირველ ადგილზე გავიდა და ხშირად მეუბნებიან, რომ ბიჭო ინდოელთან როგორ წავაგე. რა ინდოელთან როგორ წავაგე? მაგათი მოიგონეს ვაფშე ჭადრაკი. კარგი შევეშვათ, სადაც ვიეტნამზე ვლაპარაკობ, აუცილებლად უნდა ვახსენო ვიეტნამელი გოგოები. აი უაზროდ მარტივია ვიეტნამელი გოგოს დაკერვა. არსებობს ერთი ნიუანსი, მთავარია ქონდეს ფართო თვალები. აი რომ კარგად რომ დავაკვირდი, მე ვიეტნამელი ბაბნიკებიც არის თვალდაჭყიტილები დადიოდნენ რა. ერთი ვიეტნამელი გოგოს მოვეწონი ალბათ ჩემი ფართო თვალების გამო და დამპატიჟა თავისთან სასტუმროში. ერთ ერთ ოთახში ცხოვრობდნენ 30. და ჩემი მისლის რომ თამაშობდნენ კარტს. კარტის თამაში არაფერი უცნაური, აი ბანკო ეჭირათ უბრალოდ ესე სწორად და ზევიდან შეხავდნენ. ანუ ჩვეულებრივ ზევიდან შეხავდნენ. მეთქი ხა ჩემი თავის გამოჩენის მომენტია, მეთქი მათხოვეთ ეგ კარტი მომწეს ტახ გავჩეხი. ამაზე გაგიჟნე რომ ვა როგორ აკეთა. მეთქი ჩემ ქვეყანაშიც მარტო მე და 3-4 კაცი ვარ სოფლიოში, ესე რომ არის.
მე თუ რამე ფოკუსი ვიცოდი, ყველაფერი ვანახე, აი სრული ბენეფისი მქონდა და მინდა იცოდეთ, რომ საქართველოსთან 7000 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს 20 ვიეტნამელი, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ქართველებს შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ხელიდან მოვიძროთ ნებისმიერი თითი, მაგალითად ასე, აი. სხვა ფოკუსები არ გამომივიდა უბრალოდ. და ბოლოს იმედი არავის არ ეწყინება ამ ისტორიას რო ყვები, მაგრამ წამოსვლის წინა დღეებში ვიეტნამელებმა ჩაატარეს ტალანტ შოუ. ანუ ტალანტების კონკურსი, სადაც სხვადასხვა დელეგაციები თავიანთ ტალანტებს წარმოაჩენდნენ. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის არ გეპარებათ, რომ იქ გავიმარჯვეთ ქართველებმა. მაგრამ ვერაზროს ვერავინ ვერ გამოიცნობთ რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს კონკურსი მოგვეგო. ჩავაწყეთ. ჟიური მოვისყიდეთ და ჩვეულებრივად ჩავაწყეთ. ну ისიც არის რომ კონკურსში რა თქმა უნდა მონაწილეობა მივიღეთ და არც მეტი არც ნაკლები ქართველმა მოჭადრაკეებმა ვიცეკვეთ. აი დარწმუნებული ვარ გინახავთ როგორც ეკვავენ სუხიშვილები ან როგორც ეკვავს ერისიონი, მაგრამ ქართველი მოჭადრაკეები როგორც ეკვავენ. აი ხო წარმოგიდგენთ აი სუხიშვილებში ცეკვების დროს რო შემორბის ერთი კაცი და ასა იყურებს და გაიქცევა. ეგ როლი მქონდა მე. შემოვარდი ავხტი და 4 და გავიქეცი. თან იქ ხო არის რომ 1 2 3 1 2 3 ჩვენთან არის კუნხედარი ცხენი რა თან დაგო. ну რა ვიცი ვიეტნამზე რაც შემეძლო ყველაფერი მოგიყევით კიდე ბევრის მოყოლა შემიძლია მაგრამ ეხა უნდა გავიქცე ანსამბლ გაფრინდაშვილებთან ერთად მაქვს ტაილანდში გასტროლები და კარგად იყავით